სატელევიზიო გადაცემა წუთი სოფელი, მოგესალმებათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ, რომ ეს არის სატელევიზიო ეთერი სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა, რომლის ავტორიც გახლავთ ამავე დარბაზის, ანუ როგორც უკვე ვახსენეთ, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ბრეგვაძე, მე კი წამყვანი ვარ ამ სატელევიზიო გადაცემისა, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე. დღესაც და ყოველთვის გვექნება საუბარი გვარებზე, საგვარეულო ურთიერთობებზე, საგვარეულო ისტორიებთან დაკავშირებულ ფაქტებზე და მოვლენებზე და იმ სიწმინდეებსა და იმ განსაკუთრებულ საკრალური მნიშვნელობის მქონე ურთიერთობებზე, რომელიც საღვთო ღვაწლად არის შერაცხული და უფლის წინაშე გაბწყინებულია როგორც ნათელი საქმე და ღვთისმსაცხოვრებელი საქმე. და ამ შემთხვევაში უბრუნდებით რა საგვარეულო ისტორიებს და საგვარეულო ისტორიებთან დაკავშირებით დღეს მოწვეული ყავს საგვარეულო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან ბერაია. ბატონი ლევანი გახლავს თავისი ღვთივკურთხეული გვარის, ბერაიების გვარის წინამძღოლი და ამავე დროს არის მკვლევარი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეწევა აი ამ გვარებთან დაკავშირებულ საკვლევაძიებო საქმიანობას და უკანასკნელ პერიოდში უკვე ეს საქმიანობა ჩამოყალიბდა ერთგვარი ცენტრის სახით და ძალიან სასიხარულოა, რომ არსებობს საგვარეულო კვლევის ცენტრი, რომელსაც დაინტერესებულმა პირებმა შეუძლიათ მიმართონ, ისარგებლონ ამ ცენტრის არეალში და შესაძლებლობებში მოგროვებული იმ ინფორმაციით, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გვართან არის დაკავშირებული და ამ ისტორიებთან არის დაკავშირებული და დღეს კი ბატონ ლევანს მოусმინოთ მოკლე შესავალი სიტყვით და მერე კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელეთ ურთიერთობას, რომელიც არ გაცდება და ვეცდებით, რომ არ გაცდეს გვარებს და საგვარეულო კვლევაძიებებს. ბრძანეთ ბატონო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ბატონო გოგიტა თქვენს გადაცემაში მოსვლა და თქვენი გადაცემის მეშვეობით იმ საჯერბოროტო საქმეებზე საუბარი ამ შემთხვევაში მე საჯერბოროტოს ვთქვი ისტორიას, საქართველოს და ისტორიას, გვარის ისტორიას. გვარის ისტორია არის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ თითოეულ გვარში არის ჩამონდებული და ჩამარხული, ასე ვთქვათ, ის დიდი საიდუმლოება, რომლის ამოხსნასაც, ესე იგი, თითოეული ჩვენგანის, ესე იგი, ვალია ეს. იმიტომ რომ თუ ჩვენ ესე იგი დავიწყებთ ჩვენს წინაპრებს, თუ დავიწყებთ ჩვენს გვარს, ისევე დავიწყებულები ვიქნებით ჩვენი შთამომავლობისთვის. ამიტომ ჩვენმა შთამომავლობამ რო არ დაგვივიწყოს, ამიტომ ყველა ვარეთში ჩვენც უნდა ვიცოდეთ, ჩვენი წინაპრები უნდა ვიცოდეთ, ჩვენი გვარი უნდა ვიცოდეთ და ეს არის ძალიან დიდი საქმეა და ამ საქმეს საკმაოდ დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ვეწევი. რამოდენიმე საქართველოში თქვენ მოგეხსენებათ, რომ 25000 გვარია საქართველოში და ამ 25000 და 18000 არის ქართული გვარი. 18000 გვარის წარმოჩენა საკმაოდ დიდია და საკმაოდ შრომატევადიც არის და წარმოვიდგინეთ თითო გვარს რომ დაუთმო 1% დაუთმო 18000 გამოდის ეს იმხელა წიგნი გამოვა რომელიც რავი რამოდენიმე დაჭირდება ალბათ რა ქვია მაგას ტომი გამოსაცემა რა თქმა უნდა ამიტომ ესე იგი ჩვენ ასე თანმიმდევრობით მივყვებით ამ ყველაფერს და თანმიმდევრობით ესე იგი ვაწვდით ადამიანებს თავად გვარის ისტორიას ვინც დაუშვათ დაინტერესებულია და ჩემი უნდა იყვნენ დაინტერესებული, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თუ არ შეიცნო თავისი წინაპარი, თუ არ იცის ვინ არის თავის წინაპარი და იმის ნაკვალევზე თუ არ ვიარეთ ჩვენ. მე წინა ერთ-ერთ გადაცემაში ასეთი რაღაცას ვთქვი, რომ ესე იგი წარსული წარმოიდგინეთ, ბევრი ოთახია, ლაბირინთებით ოთახია, იმ რომელიღაც ერთ-ერთ ოთახში დევს ესე იგი გასაღები, ის გასაღები რომელიცაც უნდა გავაღოთ მომავლის კარები უნდა გავაღოთ. თუ ჩვენ სწორად ვერ გავაღეთ, თუ ვერ მივაგენით სწორად იმ გასაღებს, იმ მომავლის კარებში, არასწორ კარებში რომ შევალ და ეს იქნება ძალიან ცუდი ტრაგედია იქნება მთელი ერისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ერი რომელიც ივიწყებს თავის ტრადიციებს და ივიწყებს თავის წარსულს, იმას მომავალი არ აქვს. და აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანიც ეს არის სწორედ რომ ესე იგი ადამიანებს ვინც იცის თავის გვარის ისტორია არ დავავიწყოთ ისა
და ვინც არ იცის თავის გვარის ისტორია, მას გავაცნო თავიანთი გვარის ისტორია. შეძლებლის და გვარას ამას მე მგონი ვართმევთ თავს და რა ვიცი, ძალიან ამ საკუთხით ძალიან გვეხმარება სრულიად საქართველოს გვარების წინასწარ დარბაზი. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ძალიან ბევრი გვარია გაწევრიანებული ამ საზოგადოებაში და ძალიან ბევრი ადამიანი მოგმართავს ჩვენ თხოვნით, რომ ესე იგი დავეხმაროთ გვარების ანუ ესე იგი კვლევაში დავეხმაროთ და ძალიან ბევრს დავეხმარეთ და ალბათ ღვთის შეწევნით ბევრს დავეხმარებით კიდე. მართალია. ბატონო ლევანმა ახსენა ვალდებულება, ერთგვარი ვალდებულება იმისა, რომ ჩვენ გვარის ისტორია ვიცოდეთ, ჩვენი გვარის წარმომავლობა ვიცოდეთ და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არა მხოლოდ სურვილია, რომ ვიცოდეთ და ერთგვარი ინტერესია, არამედ როგორც ბატონმა ლევანმა ბრძანა, სწორედაც ვალდებულება იმისა, რომ შენი გვარი, რომელი გვარითაც მოსული ხარ, რომელი გვარითაც ცხოვრობ, რომელი გვარითაც აი ეს წუთი სოფელი უნდა გაიარო, აუცილებლად უნდა იცოდე და ეს ცოდნა იმდენად უნდა გქონდეს გათავისებული, როგორც საკუთარი მეობა, რამე თუ გვარი მეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა და გამოხატულებაა და ამისი ცოდნა გვეხმარება ჩვენ საკუთარი თავის შეცნობაში, საკუთარი თავის გასიგრძე განებაში, იმ ისტორიულ რეალობაში, რა რეალობაში ჩვენ გვიწევს ცხოვრება, სად მოვედით, სად ცხოვრობთ, რა გვარით ცხოვრობთ, რა გვარის გენეტიკურ კოდს ვატარებთ. ეს გენეტიკური კოდიც არა მხოლოდ ესეთი სამედიცინო სფეროს და ლაბორატორიულ კვლევას დაქვემდებარებული რეალობაა, არამედ ის მახასიათებელია, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს და ამ გენეტიკურ კოდთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი, რომ გენეტიკა როგორც კვლევა უკანასკნელ პერიოდში გახდა მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი და ესეთი ახალი ტექნოლოგიებით ამისი კვლევა, მაგრამ ჩვენი წინაპრები ამას ინტუიციურად გრძნობდნენ. აი ამ გენეტიკის არსებობას ინტუიციურად გრძნობდნენ და ისე უფრთხილებოდნენ გვარს, გვარის სიწმინდეს, რომ აქ რაღაცა არ გარეულიყო ისეთი არასასურველი კოდი სხვა გვარისა თუ არასასურველი გვარისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატო იყო სარწმუნოებრივ რეალობას იცავდნენ, რომ აუცილებლად ღვთის ფარველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო საღვთო ფარველობა უნდა გქონებოდა გვარს და საღვთო ფარველობა ვერ ექნებოდა იმ გვარს, რომელიც არ აღიარებდა უფალს, რომელიც უარყოფდა უფალს, რომელიც გაუცხოებული იყო უფლის მიმართ და სწორედაც აი ეს დამოკიდებულება იწვევდა იმ ინტერესს და გვაძლევდა იმ შესაძლებლობას, რომ გვარის სიწმინდე, გვარის ესეთი თავანკარა მდგომარეობა, ღვთივბოძებული მდგომარეობა შენარჩუნებულიყო, დაცულიყო და გადასულიყო თაობიდან თაობაში. ხშირად ჩვენი ბებუები და ჩვენი ბაბუები, ანუ იგივე პაპები, როდესაც ყურადღებას ამახვილებდნენ აი ქორწინების მომენტებზე და ასე შემდეგ, აი ქორწინების მომენტში ხალხს ძალიან კარგი ტრადიცია ჰქონდათ, ვისზე შეიძლებოდა ქორწინება და ვისზე არ შეიძლებოდა ქორწინება. და ესეც აკვიატებული ეს აი ბაპატიების შაგირდებით სწორედ ეს არის გენეტიკური, ესე იგი ის ინტუიციური გრძნობა გენეტიკის. ქესრობიერი გრძნობა არის იმისი, რომ ესე გენეტიკურად ეს მართლა შეიძლება. ხა მე რატო ვიცი მე გენეტიკოსების ოჯახში დაბადებულ გაზრდილი ვარ და მე პროფესიით მეც ის ვარ, მაგას ცელსე გენეტიკოსი ვარ და აი ახლო ნაცისავ რატო იყო რომ დავში გვარი, ერთი გვარი და იყო გასაზღვრული რაღაცა გვარი დავუშვათ A გვარი და B გვარზე დაკვირვება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ახლო ნაცისაური კავშირი შეიძლება წარმოქმნილიყო და ახლო ნაცისაური კავშირის დროს გენები ითიშება. და ეს არის ძალიან ცუდ შედეგი მე პათოლოგიების თან დევს მე ამას ყველაფერს პათოლოგიური რაღაც ისინი. სწორედაც აი ეს საფრთხე იყო, ეს იყო არა აკვიატება ამ ჩვენი წინაპრებისა, არამედ ინტუიციური გრძნობა იმ გენეტიკისა, რომელიც შეიძლება სამეცნიერო დონეზე არ ქონდათ შესწავლილი, მაგრამ გრძნობდნენ ქვეცნობიერად, ინტუიციურად გრძნობდნენ ამას და როგორც ბატონმა ლევანმა ბრძანა, ეს იყო სიფრთხილე იმისთვის, რომ ჯანსაღი შთამომავლობა მოსულიყო, ჯანსაღი შვილები დაბადებული იყვნენ და არ ყოფილიყო აღრევა ისეთი არასასურველი ფაქტებისა, რომელიც შემდეგ თაობაზე, ანუ შვილიერების მომენტზე იმოქმედებდა და ასე შემდეგ. და აქვე უნდა გავაგრძელოთ სიტყვა და ვთქვათ შემდეგი, რომ თვითონ გვარიც
ჩემო ძვირფასებო, გვარიც ნახეთ ზოგადად ქართული ლექსიკა და ქართული სიტყვიერება ძალიან ესეთი ღრმა ფილოსოფიური შინაარსის მქონეა და როგორც იოანე ზოსიმე ბრძანებდა მრავალი საიდუმლო ამას ენასაშინა დამარხულ არს და ამარხულ არს თვითეულ ჩვენ ლექსიკურ ფორმაში ის არსობრივი მნიშვნელობა, რომელსაც კვლევა ჭირდება, ძიება ჭირდება და შორს მუწავალთ და ვთქვათ მხოლოდ ერთ სიტყვაზე, გვარზე, რა არის ეს რატო ქვია გვარი და რატო სხვა სიტყვა არ ქვია და აი აქ უნდა დაიყოს და დაიშალოს ეს სიტყვა შემდეგად ასო გ რომელიც არის თავსართი სიტყვისა, რომელიც პრეფიქსია წარმოებელი ამ სიტყვისა და ძირითადი ფუძე ან არსობრივი მნიშვნელობა ამისა არის ვარ პირდაპირ მეტყველებს ჩვენს ყოფნაზე, ჩვენს არსობაზე, ჩვენს ვარობაზე რო ვართ და რო ვართ ამისი გამსაზღვრელი არის გვარი და გვარს აქვს კიდევ ესეთი საქმო დანიშნულება შეიძლება ითქვას რომ ჩვენ სახელები დაგვარქვეს ჩვენმა მშობლებმა და შეგვირჩიეს ის სახელები რომელიც სახელებიც მათ ცნობიერებას, მათ აზროვნებას, მათ ტრადიციას, ოჯახურ ტრადიციას უგულისხმობ ამ შემთხვევაში შეესაბამებოდა და ეს არის არჩეული სახელი, მაგრამ გვარი არის ღვთივბოძებული. ჩვენ მოვედით და დავიბადეთ სწორედ იმ გვარში და სწორედ იმ სანათესაო ერთობაში, რომელშიც უფალმა ინება ჩვენი დაბადება. და ამიტომ ეს არჩევანი, ჩვენი გვარის მიერი არჩევანი, უფლისმიერი არჩევანია, უფლისმიერი მადლია გადმოსული ამ ყველაფრით და ეს არ არის ადამიანური მომენტი, ანუ ადამიანური გონების ნაყოფი და შედეგი, როგორც იტყვიან. და სწორედაც აი ვართ რა ამ ღვთიურჩეული გვარის შვილები ღვთივ და გადმოსულია ნება, საღვთო ნება თვითეულ ჩვენთაგაზე, აი ამ გვარის ყოფობისა, ეს ამავე დროს ბადებს პასუხისმგებლობას, რომელ პასუხისმგებლობის თაობაზეც ბატონი ლევანი გამახვილებს ყურადღებას და მინდა ვისაუბროთ გვარის პასუხისმგებლობაზე, საგვარეულო პასუხისმგებლობაზე, რადგან ეს კლავაცა და კლავაც უნდა იყოს აყვანილი სწორედ პასუხისმგებლობის რანგში და არა მხოლოდ სურვილი და არა მხოლოდ ინტერესი, არამედ ვალდებულება, როგორც საქმე. ნამდვილად გეთანხმებით ბატონო გოგი და ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ რაობა, საერთოდ გვარის რაობა. და ალეგორიულად ახსენეთ ეს ყველაფერი და ძალიან კარგი ახსნა იყო სხვა შორის. მეცნიერულად ცოტა სხვანაირად არის ეს ყველაფერი გვარი უკავშირდება გორს. ანუ ჩვენი წინაპრები განსახლებულები იყვნენ შევაკლებულ ადგილებზე, ანუ გორზე და აქედან გამომდინარე ერთი დაუშვათ ერთი რაღაცა კლასტერი, ასე ვთქვათ, ერთი ოჯახი ან რამდენიმე ოჯახების გაერთიანება ცხოვრობდნენ ერთად და ესე იგი ატარებდნენ ერთ გვარს. იქიდან მოდის ერთ-ერთი ვერსიით თვითონ სიტყვა ეტიმოლოგია, გვარის ეტიმოლოგია, მაგრამ ძალიან ვეთანხმებით თქვენს და ესე იგი ძალიან მომწონს თქვენეული ახსნა ყველაფრის. გვარი არის მართლა ფენომენია, რომელიც მეორდება უკვე ძალიან დიდი ხანი. პირველი გვარი წარმოქმნა რაღაც დაახლოებით მე-8 საუკუნეს უკავშირდება და მე-8 საუკუნიდან ნელ-ნელა იდგამს და ეს პროცესი დღესაც არ დამთავრებულა. აი მე-20 საუკუნეში არის გვარები, რომელიც მე-20 საუკუნეში წარმოიქმნენ, მე-19 საუკუნეში წარმოიქმნენ. ანუ ეს პროცესი კიდე მიმდინარეობს. გვარი არის და შექმნილი სახელია, რომელიც გაუგვარდა სახელია, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. დავუშვათ 2-3 თაობა, ესე იგი, აი, დავუშვათ გაბრიელ დაფანჩული იყო ასეთი პირველი გვარი, ასე არის. მესხეთის მთავარ აზნაური. კი ბატონო, კი და ესე იგი გაბრიელ აზნაურის შვილიშვილსა და შვილთაშვილსაც დაფანჩულის ზეწოდებით იყვნენ და ანუ ესე გაუგვარდათ უკვე ეს გვარად ქცევის პროცესი ასე განვითარდა მათთან. და ასე ვითარდება საერთოდ გვარად ქცევის პროცესი. თქვენ სწორად ბრძანეთ, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა, დიდი პასუხისმგებლობა, როცა ესე იგი გვარს და გვარიშვილი ხარ. და როცა გვარიშვილი ხარ, მაშინ ესე იგი ცოტა პასუხისმგებლობით ეს შენ თავზე კი არ აგებ მარტო პასუხს, შენ მომავალზე და შენ შთამომავალობაზე აგებ პასუხს. ამიტომ ამას უნდა მოვეყვათ საერთოდ პასუხისმგებლობით. აი დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა რითი იყო განპირობებული, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ის არის, დაუშვათ პლატფორმა ASS ტელევიზია, რომელიც ესე იგი წარმოგაჩენს თითოეულ თქვენგანს წარმოაჩენს და თქვენს გვარს წარმოაჩენს
და შეგიძლია თქვენი გვარი წარმოაჩინოთ, გააცნოთ საჯაროდ და სახალხო და აი მას თუ ადამიანი გეძლევა, საშუალება გეძლევა შენი გვარის წარმოჩენის. და არიან გვარები, რომლებიც ამას არ აკეთებენ საფუძვლად გვარის წინამძღოლებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ცოტა არა ისე უდგებიან ამ საქმეს რა, იმიტომ რომ ეთყობა რაღაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან ცუდი. მე მინდა იმ ხალხის საყურადღებოდ თქვა ახლა განცხადება გავაკეთო, ვინც არ მოდის ამ ტელევიზიაში და ამ ტელევიზიის სპეციალობით არ ესე იგი არ აკეთებს ამ განცხადებებს, არ აკეთებს თავის გვარის ისტორიას, ათელს არ ფერს. დიახ, რა თქმა უნდა, და ამის გამო ესე იგი მე ვიძულებული ვარ ჩვენ, ესე იგი თვეში ერთხელ აი ესეთი გვარის წინამძღოლების მაგივრად და ესეთი გვარების მაგივრად წარმოგიჩინოთ რომელიმე გვარი. და ეს რომელიც შემოგთავაზებთ, ბატონო. ეს შემოგთავაზებთ გვარს დავითაშვილებს, რომელიც ძალიან ესეთი კარგი ცნობილი გვარია. მე ერთი რაღაცები და გენეტიკაზე ვქონდა წეგან საუბარი და არის გვარები, რომლებსაც შეიძლება ერთი წარმოშობა არ ქონდეს დაუშვათ. ეპონიმური გვარები ძირითადად აი ესეთ გვარებს განეკუთვნებიან, რომლებიც შეიძლება დამოუკიდებლად წარმოიშვას სხვადასხვა რეგიონში. იმიტომ რომ დავითის სახელი გავრცელებული იყო სამეგრელოში, ზგურიაში, იმერეთში, ქართლში, კახეთში და აბსოლუტურად შესაძლებელი ეს გვარი დავითაშვილი გვარი წარმოშობილი იყო სხვადასხვა დამოუკიდებლად წარმოშობილი. და ამის დაეხა მე მინდა რომ აი ერთი ის გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია შეცდომაში შედის. და გონიათ რომ რახან ერთი გვარია, ესე იგი ეტიმოლოგია ერთია დაუშვა დავითაშვილი, ყველა დავითაშვილი გონიათ ერთი წარმომითი და ერთი ძირიდან წამოსული. ამის ყველაზე უფრო დასტურებელი, ანუ ესე იგი თქვა რომ ბეჭედი რო დაუწყათ ამ ყველაფერს დაადგინოთ, ან ხართ ერთი წარმომავლობის, ან არ ხართ ერთი წარმომავლობის, არის ძალიან გენეალოგიური კვლევის ცენტრი არის იმაში, რა ქვია მაგას, თბილისში, რომელიც იკვლევს გენეტიკურად, ესე იგი ქრომოსომების დონეზე იკვლევს, ესე იგი თქვენს იმას, რა ქვია წინაპრების ქრომოსომების დონეზე და იქ ხდება ზუსტი განსაზღვრება, ესე იგი თქვენ ხართ ერთ-ერთი წარმომავლობის თუ არ ხართ, თუ სხვადასხვა წარმომავლობის. მეცნიერული მტკიცებულება იმის. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ადრე თუ ისტორია შედგებოდა ორი რაღაც დისციპლინისგან, ანუ იყო ესე იგი ლიტერატურული ცნობები და არქეოლოგიური მონაპოვრები, ლიტერატურული ცნობები და არქეოლოგიური მონაპოვრების სინთეზით დგებოდა ისტორია. დღეს ამას დაემატა, როცა გვარის ისტორია, საგვარეულო ისტორიაზე მაქვს საუბარი. ამას დაემატა მესამე დისციპლინა დაემატა, დღეს გენეტიკა დაემატა, რომელიც არის უთხოვარია, რომელიც არ ცდება საერთოდ. ეს ახლა მინდა დავითაშვილების გვარზე ახლა ცოტა გადახრებით და გამომივიდა ისა. დავითაშვილები და დავითიშვილები, მე არ მინდა რომ ესე იგი ერთმანეთში აგერიოთ ეს ორი გვარი. და ძალიან გაავს ერთმანეთს დავითაშვილი და დავითიშვილი, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა გვარია. დავითაშვილები იყვნენ როგორც აზნაურები, იყვნენ ისე გლეხებიც იყვნენ. მათ ესე იგი მე ახლა მოვიტანე ისევ ჩემი ნაშრომი მოვიტანე, ჩემი წიგნიდან არის, მე რამოდენიმე წიგნის ავტორი ვარ და ერთ-ერთი წიგნიდან თავად აზნაურთა გვარების ისტორია მაქვს ესეთი წიგნი. იქიდან ამონარიდი წამოვიღე, რომ ესე იგი რომ წაგიკითხოთ პირდაპირ ესე იგი. დიახ, ეს ნაშრომი რამოდენიმე წლის ნაშრომია და ამიტომ აი დავითაშვილები ფეოდალური გვარი ქართლში, რომელთა შორის ხვდებიან როგორც თავადები, აზნაურები, ასევე გლეხები. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ჩხეიძე მოვიდა იმერეთიდან, ხოლო რამაზიშვილი და დავითიშვილი არიან ავგიორგის დიმიტრისაგან, რომელიც არჩენა მეფემან და არიან მიერეთგან აქა. ეს ამ შემთხვევაში ეს არის ლაპარაკი დავითიშვილზეა, ლაპარაკი რომელიც დავითაშვილთან არანაირ იმაში არ არიან, რა ქვია კავშირში. დავითიშვილები ბაგრატიონის ვიდან არიან, წარმოშობით არიან ბაგრატიონის ორგანოში იმ რა თქმა უნდა, ახლა გეტყვით, ახლა დავითიშვილებზე მაქვს ლაპარაკი დავითიშვილი ბაგრატიონებზე. დავითიშვილი ბაგრატიონები წარმოადგენენ ბაგრატიონ და სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებას, რომლებიც მე-16 საუკუნე ჩამოყალიბდა ფეოდალურ სათავადო სახლად. ისინი წარმოიშვნენ ბაგრატიონ და კახეთის შტოდან.
1511 წელს გიორგი ბატონიშვილმა მოკლა მამა, ეს ცნობილი ამბავია, კახეთის მეფე ალექსანდრე I. ხოლო ძმის დიმიტრი ბატონიშვილის თვალები დასთხარა და ცოლშვილით ქარში გადაასახლა. დიმიტრი შთამომავლობიდან ჩამოყალიბდა თვალდამტვრიანთა, ესე იგი, შტო. და მისი ძის დავითის თვალდამტვრიანი შთამომავლები დავითიშვილებად იწოდებიან. ანუ ეს არის შტოა, ბაგრატიონთა შტო არის, რომლებიც ესე იგი აი ამ ზეწოდებით არის. დიახ, ამ ზეწოდებით არის ცნობილი. დიახ და მე გავუგვარდათ ეს დავითიშვილობა, გავუგვარდათ. ხო, დავითაშვილები ესენი არიან აზნაურები არიან, არა მარტო აზნაურები, გლეხებიც იყვნენ, როგორც ყველა გვარში. ამათთანაც ესე იგი იყვნენ როგორც გლეხები, ისე აზნაურები. აი ვახვითი ესე იგი სოციალური მდგომარეობა გითხარით უკვე, აზნაურის სტატუსი აგერ მე მაქვს ერთი ისა, არაგვის ერისთავის წყალობის წიგნია, ესე წყალობის წიგნი გიბოდეთ ჩვენ არაგვის ერისთავან ბარძიმ თქვენ დავითაშვილს, ასე რომ მოხვედით კარსა დარბაზისა ჩვენისასა და თქვენი ბიძაშვილის ყმასა და მამულს გვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი შეგიწყალით და გიბოძეთ შენის ბიძაშვილის გოგიას ბეითელმანი მამული. იმ საქმით მოგეცეს და გიბეძნეროს ღმერთთან ჩვენს ედგოლებასა და სამსახურსა შიგან. ეს ძალიან საინტერესო ის არის. ლიტერატურათაც რა კარგად აგებული ტექსტია. კი ბატონო, კი ძალიან და ესე იგი სხვა შორის ძალიან საინტერესო არის, როცა ძველ არზებს რო ვკითხულობთ. ესე აბსოლუტურად გასაგებ ენაზე არ რო იყოს თავისუფლად მე-10 საუკუნის ან იყოს მე-18 საუკუნის არა აქვს მნიშვნელობა დიდად არ შეცვლილა მთელი საუკუნეების 10-ობით საუკუნეების განმავლობაში აი ჩვენი სალიტერატურო სამეთყველო ენა დიდად არ არის შეცვლილი და ეს საშუალებას გვაძლევს იმისა რომ ესე იგი უფრო კარგად ჩავწვდეთ ამ ყველაფერს რა ეხლა ესეთი რაღაცები არ ხდება სხვა დანარჩენ ერებში არ არის ესე იგი დავუშვათ ფრანგი დავუშვათ მე-10 საუკუნის რაღაც იმას ვერ გაიგებს როცა აკითხოს გასვლა გამოვიტანს ანუ ვიღაცა ჭირდება სპეციალისტს რომ გააგებინოს რაღაცა ჩვენთან ესეთი რაღაცები არ არის ჩვენ და საბედნიერო და ამიტომ ესეც მეტყველებს ჩვენი ენის აი ფილოსოფია რო ახსენეთ ენის ფილოსოფიის მდგრადობაზე რომ იმდენად ჩამოყალიბებულია იმდენად კლასიკური სახით არის წარმოდგენილი რომ გადის საუკუნეები და ენა უცვლელია იცვლება მისი ხმარების ფორმა იცვლება მისი ლიტერატურული ესეთი კულტურა მაგრამ თვითონ სტრუქტურულად ენა ერთმნიშვნელოვნად იცავს იმ ხაზს რომელი ხაზით ჩამოყალიბებულია და ეს მხოლოდ დამახასიათებელია დიდი ლექსიკის, დიდი კულტურის, დიდი ლიტერატურული ესეთი განცდისა და გრძნობის მქონე ადამიანებისთვის. კი ბატონო, ესე იგი აი ეს გვარი დავითაშვილები მოხსენებული არის როგორც სამსახურში ჩართული პირები. მათ შორის ბოქავთუხუცესები იყვნენ და ადმინისტრაციული ფუნქციას ესე იგი მოურავება და ძალიან ბევრი ფუნქცია ჰქონდათ ესე იგი მე-19 საუკუნეში უკვე ეს გვარი ესე იგი დავითაშვილები დარეგისტრირებული არიან როგორც თავადები და აზნაურები ეს დავითიშვილებზე და რატომღაც გაერთიანებულად წარმოსახავენ ამ გვარს და არ და სულ სხვადასხვა გვარი ეს აზნაურები და გლეხებიც იყვნენ რა თქმა უნდა და დღეს ესე იგი 3590 დავითაშვილი ცხოვრობს. სტატისტიკა ასეა. სტატისტიკა ასეა, ხო და დავითიშვილები არიან 75 დავითიშვილი არსებობს სულ, ესე იგი ცხოვრობს საქართველოში. მე-19 საუკუნიდან ეს გვარი ძალიან ესე იგი ძალიან ბევრი მსახური ყავდათ. 53 ამ გვარის წარმომადგენელი იყო მდელსახური. ესეც ორი კარგი მაგალითი და ფაქტია ეს. დიახ და ეს დავითიშვილებზე კიდე მინდა ახლა შეიძლება დავითიშვილებზე წმინდა გავამახვილო ის ყურადღება მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება შეხედულება აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბატონო გოგიდა და მინდა ერთი აღნიშნოთ აი ბაგრატიონები თავისთავად ძალიან ღვთისდაცული გვარია რომელიც სათავეს იღებს აი ჩვენი სოლომონის და დავითისგან დიდი დავითისგან და არის ესე იგი ენათესავებიან ღვთისმშობლის ენათესავებიან და აქედან გამომდინარე ეს გვარი არის მირონცხებული გვარია რომლებიც ბაგრატიონებზე ხა ის ლაპარაკი რომლებიც 14 წმინდანი ყავდათ კაც 14 წმინდანი და ამათი განშტოება არის დავითიშვილები და ამით ესე იგი დავითიშვილებს საამაყო მარტო ეს ეყოფათ საამაყო ესე იგი ამისთანა დიდი წინაპრები ყავდათ ასე რომ ძალიან ბევრი თუ დავუშვათ რომელიმე დავითაშვილი მე დავითიშვილზე არ მაქვს ლაპარაკი დავითიშვილმა ისა ძალიან ბევრი იცია თავიანთ გვარზე დავითაშვილი თუ იმე დაინტერესდება მე შემიძლია აი ეს ცოტა უფრო სლათ მოვაწოდო თუ დამიკავშირდებიან შემიძლია გადავცე ნებისმიერ დავითაშვილს რომელიც დამიკავშირდება
ეს იყო მოკლედ ისიც თქვაც მინდოდა მე და აი თუ დავუშვათ რაღაცა შეკითხვები გაჩნდება აი დავითაშვილების გვარის აი ასეთი ფრაგმენტული მიმოხილვაც კი გვაძლევს შთაბეჭდილებას, გვიქმნის შთაბეჭდილებას იმისა, რომ გვარი ცოცხალია, გვარის დინამიკა არსებობს და აი ამ გვარის დინამიკა იმ ფაქტებში, რომელიც ბატონმა ლევანმა აქ მოიხმო, კვლავაცა და კვლავაც შთამბეჭდავად მეტყველებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ დავითაშვილების გვარი იყო მმართველობის ადმინისტრაციული ესეთი სახელოს მქონენი, რომლებიც ღებულობდნენ ამ სამოურავო ცხოვრებაში მონაწილეობას და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმსახურები, რამე თუ ღვთისმსახურება უპირველესი მსახურება ამ ცოდვამადლიან მიწაზე და ღვთისმსახურის არსებობა ძალიან დიდ მადლსა და ძალიან დიდ სულიერ ღვაწლს ტოვებს არა მხოლოდ მსახურზე, როგორც ასეთზე, არამედ იმ გვარზე, რომელი გვარი შვილიც არის, საიდანაც გამოსულია და მადლი მისი მსახურებისა გადადის თელს გვარზე და თელს გვარიშვილობაზე ვრცელდება. იქ თაობებიც კი მითითებული, რომ აი 7-დან 9 თაობამდე გრძელდება, 9 თაობა საბერო მოღვაწეობას იხსენებენ, რომ 9 თაობამდე ვრცელდება მადლი, როგორც წინ ისე უკან, ანუ ეს წინ და უკან უნდა გავიგოთ ასე გარდაცვლილი წინაპრები, 9 თაობის წინაპრები, სწორედაც აი ამ საბერო ღვაწლის ლოცვის ქვეშ არიან და ხსენების ქვეშ არიან და ეს შეიძლება ითქვას, რომ აი მადლი გავრცელებულია უკან აი ამ წინაპრებში და ასევე წინ იმ შთამომავლებზე, იმ მომავალ თაობაზე, რომელიც ჯერ არ დაბადებულან, მაგრამ როცა დაიბადებიან, მათზე გავრცელდება აი ასეთი ღვაწლი, ასეთი საბერო მსახურების, საღვთო მსახურების ღვაწლი და აი ასე განეფინება თაობიდან თაობას და ამიტომაც არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, ასეთი განსაკუთრებული და ჩვენს გადაცემებში ყოველთვის ხაზს უსვამთ ხოლმე გვარიდან გამოსულ საეკლესიო მოღვაწეებს, მათ რაოდენობას, მათ მნიშვნელობას და როგორ სასურველი და როგორი სასიამოვნო მოსასმენია, რომ აი დავითაშვილების გვარიდან ბევრი საეკლესიო მსახურია გამოსული. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები და ეს კულტურა, წერა-კითხვის გავრცელების კულტურა არ იყო საყოველთაო და არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეს იყო მხოლოდ ეკლესიური წრისა და მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლებისთვის და ძირითადად იმ ადამიანებისთვის, რომელიც საეკლესიო ცხოვრებასთან იყვნენ დაკავშირებული და შემდეგ აი გახდა საჭიროება და აუცილებლობა წიგნიერებისა და ამ წიგნიერების გავრცობას ჩაუდგა სათავეში ჩვენთვის ძვირფასი და ისეთი საყვარელი პიროვნებები, როგორც ილია ჭავჭავაძე გახდათ, აკაკი წერეთელი გახდათ, იაკობ გოგებაშვილი გახდათ, იაკობ ნიკოლაძე დიახ, ვაჟა-ფშაველას გვაწლი და ეს იყო საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ლიდერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ამ ლიდერებს ყავდათ უამრავი წარმომადგენლები რეგიონებში და აი ეს იყო საყოველთაო, საქართველოს საქმე იყო, სრულიად საქართველოს როწლებოდა ისეთი საქმე იყო და ამას მიზანდასახულად მისდევდნენ, რათა გავრცობილიყო ენა და აზროვნება, წიგნიერება და აი ეს კითხვის, ეს აზროვნების კულტურის ამაღლებაზე ზრუნვა იყო დიდი საერო საქმე და გვეძვირფასება ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო და ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი ცნობილია, დაფიქსირებულია ამ წყაროებში და მათი იხსენება ყოველთვის სიამაყით შეუძლია მათ გვარიშვილებს და მათ საგვარეულო წარმომადგენლობას. მე მინდა კვლავაც დაუბრუნდე ისევ პასუხისმგებლობის საკითხს, აი ბატონმა ლევანმა იქ ფრაგმენტულად ახსენა ის, რომ გვარის წინამძღოლი ამ შემთხვევაში რაიმე თანამდებობრივ ესეთი თვითკმაყოფილებას კი არ უნდა იწევდეს გვარის წინამძღოლობა და ეს რაღაცა დირექტორობას კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ უპირველეს ყოვლისა უნდა ნიშნავდეს მსახურებას თავისი გვარის, თავისი ისტორიის, თავისი გენეტიკის, თავისი წარმომავლობის მიმართ მსახურებას და
მართლაც როგორი გულდასაწყვეტია, როდესაც ტარდება სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზით ინიციატივა არის წამოსული აქედან და ამ გაერთიანებიდან და უპირველეს ტაძარში, ანუ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა და ამ წირვას ესწრება 100-მდე და 120 გვარის წარმომადგენელი მხოლოდ და არ არის ის დიდი რაოდენობა, რომელიც დიდი რაოდენობაც სტატისტიკურად ახსენა ბატონმა ლევანმა და თქვა, რომ ეს არის 18,000 გვარი. სადა ხართ ხალხო, რატო ტოვებთ თქვენ გვარებს ლოცვის გარეშე, ლოცვის მიღმა, საღვთო ფარველობის, საღვთო შემწეობის მიღმა რატო ტოვებთ? ერთი კაციც რომ მოვიდეს სამსახურებას, ერთი წარმომადგენელიც რომ დაესწრო სამსახურებას, ის გვარი იხსენება, იმ გვარის შვილები იხსენებიან და მადლი უფლისა ჩვენისა განევცობა მთელ გვარზე, მთელ აი ამ გვარის წარმომადგენლობაზე და არამც და არამც არ უნდა ბუაკლოს გვარმა თავისი წარმომადგენლობა, აი ასეთ მსახურებას, ასეთ ღვთივ დანიშნულების მქონე ფუნქციასა და მნიშვნელობის მქონე საქმეს, როგორიც არის შეკვეთილი წირვა, შეკვეთილი პარაკლისები, ამ შეკვეთილმა პარაკლისებმა და შეკვეთილმა წირვამ უკვე ტრადიციული სახე მიიღო. ყოველწლიურად მეორდება, ყოველ ორ თვეში ერთხელ მეორდება პარაკლისები და ეს იმდენად მიზანმიმართული საქმიანობაა, რომ უნდა წდებოდეს ყველას და ყველა გვარიშვილს უნდა წდებოდეს და ყველა გვარიშვილი უნდა ცდილობდეს, რომ ამ მადლმოსილების ქვეშ დადგეს, არ განერიდოს ამ საქმეს და იყოს იქ, სადაც მისი გვარი, მისი საგვარეულო ესეთი რაობა და აი ემსახუროს აი ამ ყველაფერს. და ეს პასუხისმგებლობა, როგორც იტყვიან, ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე ამ პასუხისმგებლობას გვარების წინამძღოლებს, მაგრამ ეს როგორც ეთქობა კიდევ უფრო ხშირად უნდა ვახსენოთ. ამ პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება მეორე მხრივაც ითქვას, რომ ამას არა მხოლოდ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი, როგორც გაერთიანება უნდა აკეთებდეს, არამედ თითოეული გვარი უნდა აკეთებდეს. შიგნით გვარის შვილმა უნდა მოთხოვოს თავის წინამძღოლს, რომ ესწრები თუ არა იმ მსახურებას, ჩემი გვარის სახელით მიდიხარ თუ არა იქ და აკეთებ თუ არა იმ ჩართულობას გვარისა, რომელიც აი ამ სულიერი ერთობის საქმეში ჩართულობაა და გვარის შვილთა წინაშე არსებული პასუხისმგებლობა აი ესეთი შიდა საგვარეულო ურთიერთობითაც უნდა კონტროლდებოდეს და უნდა რეგულირდებოდეს და ეს ერთგვარი ძალისხმევა, ერთგვარი ესეთი შეშველება, ანუ ზურგის ქარი ჩაურთოთ იმ საქმეს და მივცეთ ზურგის ქარი იმ საქმეს, რომელ საქმესაც ნამდვილად ჭირდება როგორც ორგანიზაციული მხარდაჭერა, ისე გვარიშვილების მხრიდან აი შიდა საგვარეულო ესეთი პასუხისმგებლობა და ინიციატივა, რომელიც ყველა გვარს და ყველა გვარიშვილს გვჭირდება. ბატონ ლევანის კვლევების შესახებ მე ფრაგმენტულად ვახსენე და უნდა ვთქვათ, რომ ეს კვლევები არსებობს, კვლევები დევს, მაგრამ დაინტერესება ამ კვლევების მიმართ და ესეთი საფუძვლიანი გამოწვლილვითი სამუშაო დამოკიდებულება ამის მიმართ არც თუ ყველა გვარიდან მოდის და არც თუ ყველა გვარი ამჟღავნებს ასეთ ინტერესს და როგორ შეიძლება ჩემო კარგო არ გაინტერესებდეს, სადა ხართ ფიქსირებული, სადა ხართ აღწერილი, რომელ წერილობის წყაროებშია მითითებული თქვენი წინაპრები, რა რეალობა აქვს გავლილი თქვენ წინაპრებს და საიდან მოვდივართ. ეს არა მხოლოდ საკუთარი თავის კუთვნილებას და საკუთარი თავის რაობას, არამედ იმ მთლიანობას, იმ მარადიულობას ეძღვნება და უკავშირდება, რომელსაც გვარი წარმოადგენს. და აი ამ კუთხით საინტერესოა ბატონი ლევანის მოსაზრება, რომ უფრო ვრცლად და თუ შეიძლება ისეთი დამატებითი ინფორმაციები ამის შესახებ. თქვენ რამდენადაც ვიცი, მხოლოდ დავითაშვილებზე გქონდათ ამჯერად წარმოდგენილი ინფორმაცია, მაგრამ აი ბაგრატიონების გვარი მართლაც მადლმოსილი გვარია და მინდა რომ ბაგრატიონების გვარს კიდევ შევეყოთ რა, თუნდაც მცირე ესეთი ფრაგმენტული მნიშვნელობით, რადგან ეს არა მარტო სამეფო გვარია, ანუ სამეფო პასუხისმგებლობის გვარია, არამედ მაღალი მადლმოსილების გვარიც არის. აქ დასახელებული იყო ამ გვარი და გამოსული წმინდანები და ეს წმინდანები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ გვარს ჰქონდა პასუხისმგებლობა თავისი ერის, თავისი ქვეყნის
და ამავე დროს თავისი უფლის წინაშეც და აი ეს პასუხისმგებლობა განაპირობებდა სწორედაც იმ მაღალ ღვაწლს, იმ თავდადებულ ერთგულებას თავისი ქვეყნისა და თავისი ერის წინაშე, რომელიც მერე ლოგიკურად მიდის სიწმინდის სიმაღლემდე და მიდის იმ საფრთხო მადლთან, რომლითაც გაბრწყინებულია თითოეული ამ წმინდანის სახელი. და აი ჩვენთვის ეს მომენტი, აი უკანასკნელ პერიოდში ერთგვარი დაინტერესება წამოვიდა ბაგრატიონების გვართან დაკავშირებით, რამე თუ არსებობს წინასწარმეტყველება იმისა, რომ საქართველოში აღდგება სამეფო ინსტიტუტი, აღდგება სამეფო კულტურა და ამას ექნება ძალიან ისეთი არსებითი მნიშვნელობა საქართველოსთვის, რამე თუ ჩვენ უბრუნდებით საკუთარ წარსულს, საკუთარ დიდ გამოცდილებას, დიდ კულტურას სამეფო კარის არსებობისა და სამეფო გვარის არსებობისა და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ იქ სადაც მეფეა არის სამეფო სტრუქტურა, ქვეყნის მართვის სამეფო სტრუქტურა და თუ ეს არ არის, თუ ეს მოშლილია და თუ ეს ესეთი ქაოსურად თანაცხოვრობენ ადამიანები, ეს არის არა მხოლოდ სიმარტივე, არამედ გარკვეულწილად ის უსუსური დამოკიდებულება, რომელიც კულტურასთან არ არის წილნაყარი და ესეთი მართლობის კულტურასთან გაუწყობებულია. ჩვენ ღვთის შეწევნით გვყავს სწორედად სამეფო გვარი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არა ისე, როგორც ზოგიერთი ქვეყნის ისტორიაში არის, რომ სულ 400 წლის სამეფო გვარია და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, ისინი ჩვენზე დიდები, ჩვენზე ძლიერები და ჩვენზე უფრო ესეთი ფართო შესაძლებლობების მქონე ერები არიან, მაგრამ ეს კულტურა, როგორც სამეფო მართლობის კულტურა და სამეფო გვარის კულტურა, მათთვის არც თუ ისეთი გასიგრძე განებულია, როგორც ეს საქართველოში და საქართველოს რეალობაშია. ამიტომ ჩვენი მადლიერება ბაგრატიონების გვარს და მეორეს მხრივ დიახაც ერთგვარი შინაგანი მზაობა იმისა, რომ აი ეს კულტურა კვლავაც უნდა აღდგეს და თუ სახელმწიფო ვერ აეწყობა და არ შეიძლება არც აეწყოს აი ამ სამეფო მართლობაზე, როგორც ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, როგორც ძეგლი უნდა არსებობდეს, არამატერიალურ ძეგლებს ხშირად რო აი ფორმას ვყარობთ, არამატერიალური ძეგლის, სწორედაც აი ასეთი კულტურული შემეცნებითი და ესეთი დანიშნულება ქონდეს მას და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს და შეგვიწყობს ხელს თითოეულ ჩვენთაგანს და მთელ ჩვენს საზოგადოებას იმაში, რომ გვეწოდინება ვისი გორისანი ვართ, საიდან მოვდივართ და ჩვენს ყოფნასა და ჩვენს აი ამ ცხოვრების რეალობას რა სამეფო კულტურა მოსდევს თან. და ეს სამეფო კულტურა არა მხოლოდ წიგნებშია და ისტორიის წიგნებშია დავანებული, არამედ დავანებულია ჩვენს წარსულში, ჩვენს წინაპრებში, მათ ცხოვრებაში, მათ არსებობაში და ეს სამეფო კულტურა მოსდევს ამათ დამოკიდებულების კულტურა. მე შორს არ წავალ და გეტყვით ჩემი გვარის მაგალითზე, რომ ჩემი გვარი ლოცულობს საქართველოს სამეფო გვარისთვის, ბაგრატიონებისთვის და ყოველი პარაკლისის დროს საგანგებო ვედრება წარმოითქვის სამეფო კულტურის და სამეფო ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებით და ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი კონკრეტული გვარისა და ჩვენ თუ სულ მოვინდომებთ ამას და სულ განვიწყობით შინაგანად ამისა, იქ სადაც მრავალი ლოცვიან და იქ სადაც მრავალი სურვილი უკავშირდება უფალთან აი ამ მიმართებას, ის შესმენილიც არის და აღსრულებულიც არის. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით, ბატონ ლევან და რაც გეტყობთ? თქონდა ნაწარმოებები ეს ყველაფერი და ჩვენმა დიდმა წმინდანმა მამა გაბრიელმა ძანა ეს. სულ უახლოესი პერიოდის წმინდანის ისა. სანამ არ აღდგება საქართველოში ბაგრატიონთა დინასტია, მანამდე მეორედ მოსვლა არ იქნება. ანუ ესე იგი ეს იმის მონოდინი არისო, ნამდვილად მოვლენ. ისევე გარდაუვალია როგორც მეორე პოზის. მე ერთი სიტყვით დავახასიათებ და დღევანდელი ფორმატი გადაცემის არ იძლევა იმ საშუალებას რომ რაღაც სხვანაირად ვილაპარაკოთ. ერთადერთ ვიტყვი მარტო მეფე რატოა საჭირო? მეფე არის გამეერთიანებელი ერის. მეფე არ შეიძლება იყოს მხარე, რომელიღაც პარტიის კუთვნილება. მეფე არის ქვეყნის კუთვნილება. მეფე არის ერის მამა და ერის კუთვნილებაა და არ შეიძლება რომელიმე მხარე იყოს, ის ყოველთვის ესწრება გაერთიანოს ყველა მხარე გაერთიანოს.
ამიტომ ეს არის მართალია. გაერთიანების სიმბოლოა და არის იმის სიმბოლო, რომ ესე იგი ჩვენ დავიწყოთ, ჩვენი აღორძინება დავიწყოთ, ჩვენი ქვეყნის აღორძინება. მართალია. ეს მე მგონი ეს არის და აი ჩვენ ბოლო პერიოდის ესეთი მრავალ პარტიულად დაქსაქსულ და დაყოფილ ქართველებს როგორ გჭირდება ის ერთობის სული, რომელსაც ბატონი ლევანი ამაყილებს ყურადღებას ამ სამეფო კართან და ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ჩვენთვის ძვირფასი და ჩვენთვის საყვარელი პატრიარქის ილია მეორის სიტყვას და ფრაზას ამასთან დაკავშირებით უჯერს ყოველშორის ძალიან უჯერს ხარს ამ იდეას. მეფე მეფობს და არ მართავს. არ არის მართლობის სტრუქტურაში, არ არის პრემიერ-მინისტრის ფუნქციებში ჩარეული და ასე შემდეგ, მაგრამ მეფე მეფობს და მეფემ უნდა იმეფოს საქართველოში და საერთოდაც საქართველო უნდა იმეფოს საკუთარ თავზე, საკუთარ რეალობაზე და იმ ცოდვამადლით სავსე ქვეყნიერებაზე, რაშიც გვიწევს ცხოვრება და ეს არა მარტო ქართული მოვლენა, არამედ ზოგადად ხედავთ თქვენ საითბიდის კაცობრიობა და როგორი დაძაბული სიტუაცია დედამიწაზე და ჩვენ აი ამ დაძაბულობაში, აი ამ დიდი განსაცდელების პერიოდში უნდა ვიპოვოთ სწორედაც ის ოქროს შუალედი, რომელიც გაგვიყვანს მარადილობის გზაზე და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ. ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გვეწევოდეს მადლი მისი, მადლობა ბატონ ლევანს მობრძანებისთვის, მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და კლავაცა და კლავაც შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო გადაცემა წუთისოფელი ეს თქვენი გადაცემა, ელოდეთ ამ გადაცემას და იპოვეთ საკუთარი ინტერესები, საკუთარი კითხვებზე პასუხი და იპოვეთ ის ისტორიები და ის რეალობები, რომელიც თქვენს გვარს და თქვენს წარმომავლობას უკავშირდება. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ მოწვევისთვის.